საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, გაკვეთილის თემაა ქიმიური რეაქცია ახალი ნივთიერების მიღების საშუალება. გავიხსენოთ, რომ ბუნებაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება მოვლენის სახელწოდებით არის ცნობილი. მოვლენა შეიძლება იყოს ფიზიკური და ქიმიური. თქვენ უკვე იცით, რომ ფიზიკური მოვლენის დროს ნივთიერების შედგენილობა არ იცვლება, ანუ ახალი ნივთიერება არ წარმოიქმნება, განსხვავებით ქიმიური მოვლენისაგან, რაც თავის მხრივ გულისხმობს ერთი ნივთიერებიდან მეორე სრულიად ახალი განსხვავებული ნივთიერების წარმოქმნას. ქიმიური მოვლენა, სხვანაირად ქიმიური რეაქციის სახელწოდებითაც არის ცნობილი და სწორედ ჩვენი გაკვეთილის საუბრის თემა არის ქიმიური რეაქციის ნიშნები. როგორ შეიძლება დავწმუნდეთ იმაში, მართლაც მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, მართლა წარმოიქმნა ახალი ნივთიერება თუ არა. ცნობილია ქიმიური რეაქციის რამდენიმე ნიშანი, დაფაზე თქვენ ხედავთ უკვე ჩამოწერილ ამ ნიშნებს, ეს არის ფერის ცვლილება, სინათლის გამოყოფა, აირის გამოყოფა, ნალექის წარმოქმნა, სითბოს გამოყოფა ან შთანთქმა. ამა თუ იმ ქიმიური რეაქციის დროს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს რომელიმე ერთ ნიშანს ან რამდენიმე ნიშანს ერთდროულად. ახლა მოდით ვისაუბროთ უშუალოდ კონკრეტულ ერთ რეაქციაზე, რომელიც გულისხმობს რკინისა და გოგირდის ურთიერთქმედებას ერთმანეთთან. მაშინ, როდესაც რკინის და გოგირდის უშუალოდ მხოლოდ მექანიკური შერევა მოხდება ერთმანეთთან, ამ დროს რეაქცია ახალი ნივთიერება არ წარმოიქმნება, ქიმიურ რეაქციას ადგილი არ აქვს. როგორ შეიძლება დავწმუნდეთ ამაში? და მეორე, რა შემთხვევაში წარმოიქმნება რკინასა და გოგირდს შორის სრულიად ახალი ნივთიერება? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოდით ჩავატაროთ ცდა. ახლა მოდით ნახოთ რა მოხდება, როდესაც რკინის ნაკლიბს და გოგირდის ფხვნილს უბრალოდ შევურევთ ერთმანეთს და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ნარევს გავახურებთ. ავიღოთ გოგირდის ფხვნილი, გადმოვყაროთ მცირე რაოდენობით, საკმარისია. აუცილებლად რეაქტივის ქილას უნდა დავახუროთ თავსახური. შემდეგ ავიღოთ რკინის ნაკლიბი. იგივე წკირი არ გამოგვადგება. დავახუროთ ამასაც აუცილებლად თავსახური. და რას ხედავთ ახლა? ერთმანეთს უბრალოდ დავაყარეთ, მოვურიოთ კარგად. კარგად აურიოთ, რაც შეიძლება ისე რომ კარგად შეერიდონ ერთმანეთს ეს რეაგენტები და ეხლა როგორ უნდა მივხვდეთ, აქ მოხდა ქიმიური რეაქცია თუ არა. ჩვენ ვიცით, თქვენ იცით, რომ რკინა მიიზიდება მაგნიტის მიერ. თავისუფალ მდგომარეობაში ყოველთვის მიიზიდება, როდესაც სხვა ნივთიერებასთან არ არის შერეული და თუ აღნიშნულ მიღებულ აი ამ მასაში მაგნიტის მიახლოების მერე შესაძლებელი გახდება ამ მასიდან რკინის ნაკლიბის გამოყოფა, ეს რას ნიშნავს? რომ რკინამ შეინარჩუნა თავისი თვისებები, კერძოდ მაგნიტით მიზიდვის უნარი და მაშასადამე აქ ქიმიურ რეაქციას, ანუ ახალი ნივთიერების წარმოქმნას ადგილი არ ჰქონდა. დავაკვირდეთ ახლა მართლაც კიდევ კარგად მოურიოთ და თუ მიიზიდება მაგნიტით რკინის ნაკლიბი, ესე იგი აქ მოხდა მხოლოდ ფიზიკური შერევა ამ ორი ნივთიერების და არანაირ ქიმიურ პროცესს ადგილი არ აქვს. აი ამის დამტკიცებას ვცდილობთ ახლა. ავიღოთ მაგნიტი. როგორც ხედავთ, იმ წუთასვე მიიზიდა რკინის ნაკლიბი მაგნიტმა, კიდე შეგვიძლია ამოვაცალოთ. და ამითი შესაძლებელი არის, ეს არის ნარევების დაყოფის ერთ-ერთი ხერხი, კონკრეტულად დაფუძნებული რაზე? რკინის თვისებაზე, რაც გამოისახება იმაში, რომ მას აქვს მაგნიტით მიზიდვის უნარი. მაშასადამე
ხედავთ, რომ მაგნიტით მიიზიდა რკინა და საბოლოოდ შევაჯამოთ, რომ ეს არის ნარევი, რომელშიც თითოეული კომპონენტი ინარჩუნებს თავის თვისებებს. ეხლა მოდით როგორც აღვნიშნეთ, შევასრულოთ ესე იგი ექსპერიმენტის მეორე ნაწილი. ანუ რა? მიღებული ნარევი, მცირე რაოდენობა არ არის საუცილებელი, რომ მთლიანად ეს რაოდენობა იყოს. მიღებული ნარევი კიდევ კარგად მოურიოთ და მცირე რაოდენობა გადავიტანოთ სინჯარაში და გავახუროთ. დაველოდოთ თუ მოხდება რაიმე ცვლილება. ავიღოთ სინჯარა, ცარიელი სუფთა სინჯარა. ჩავდოთ მასში მინის ძაბრი და შემდეგ ჩავყაროთ ნარევი. რკინისა და გოგირდის ნარევი. არ არის აუცილებელი რომ მთლიანად ჩავყაროთ, ნახოთ რას მივიღებთ. აი, დავაკვირდეთ თუ შეიძლება ფერს მიღებული ნარევის მუქი, ყვითელი, შავიც არის შერეული, რა თქმა უნდა, რკინის ნაკლები, მაგრამ ფერი უკვე დავიმახსოვროთ რა ფერის არის მთლიანობაში ეს ნარევი. ეხლა ავანდოთ სპირტქურა. სპირტქურის ანთება ჩაქრობას, უпростоრედ ჩაქრობას თავისი წესი აქვს და გზადაგზა აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ უსაფრთხოების წესებს და ამ წესების დაცვის აუცილებლობას. აუცილებელია რომ გამოვიყენოთ წინსაფარი, ხელთათმანები, დამცავი სათვალე, რაც შეეხება სპირტქურას. ხსნით თავსახურს, ანუ რომელსაც თალფაქიც ეწოდება და ვანთებთ ასანთით. რაც შეეხება ჩაქრობას, ამას როდესაც ჩავაქროთ, მაშინ ვიტყვით ჩაქრობის წესს. ამის შემდეგ ავიღოთ სინჯარა და ჩვენი ნარევი გავახუროთ განსაზღვრული დროის განმავლობაში. თან ვაკვირდებით რაიმე ცვლილებას ხომ არა აქვს ადგილი იმ ცვლილებებიდან, რომლებიც დაფაზე გვაქვს ჩამოწერილი. შესაძლოა კონდეს, როგორც გითხარით, ერთი და იმავე რეაქციის დროს ორ ან მეტ ცვლილებას კონდეს ადგილი. გავახუროთ. როგორც ხედავთ, ძირში უკვე წარმოიქმნა შავი ფერის, ანუ ფერის ცვლილებას აქვს ადგილი. წარმოიქმნა შავი ფერი. მთლიანობაში ზედაპირი მართალია იგივე ფერის არის ჯერჯერობით, მაგრამ დავაკვირდეთ კიდევ ცოტა ხანი გავახუროთ. შავი ფერი მატულობს და 1-2 წამით დავაკვირდეთ, დავაყოვნოთ და პრინციპში რეაქცია არის დასრულებული. ვინაიდან მთლიანად გაშავდა სინჯარაში არსებული მასა. ეხლა კიდევ კარგად შევხედოთ, ეს შავი ფერის, ანუ უпростоრად ძალიან მუქი ყავისფერი შეფერილობის ნივთიერება წარმოიქმნა. ეს არის თვისობრივად ახალი ნივთიერება, განსხვავებული იმ ნივთიერებებიდან, რომლებიდანაც ეს წარმოიქმნა, ანუ რკინისა და გოგირდისაგან. მაშასადამე აქ მოხდა ქიმიური რეაქცია, წარმოიქმნა ახალი ნივთიერება და დავაკვირდით ქიმიური რეაქციის რომელ ნიშანს? ფერის ცვლილებას. ეს შეგვიძლია ჩავდოთ და ეხლა მოდით სპირტქურის ჩაქრობის წესი. არამც და არამც არ უნდა შეუბეროთ სული, აუცილებელია რომ ეს თალფაქი დავახუროთ თავზე და თავისით ჩაქრება. მოდით ახლა შევამოწმოთ ჩაქრა თუ არა, აი რომ მოხდით თავს. ხედავთ რომ ჩაქრა სპირტქურა. მაშასადამე თავსახურის დახურვით უნდა ჩავაქროთ სპირტქურა. ეს რაც შეეხებოდა, ესე იგი, აი ამ ქიმიური რეაქციის ნიშანს და ეხლა აღნიშნული რეაქციის დავწეროთ დაფაზე აღნიშნული რეაქციის შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა და ამოხსნათ ამოცანა ამ ტოლობიდან გამომდინარე. ახლა ამოხსნათ ამოცანა, რომლის პირობაც არის შემდეგი. გამოვთვალოთ გოგირდის მასა, რომელიც რეაქციაში შევიდა 11.2 გრამ რკინასთან. ესე იგი, უნდა დავწეროთ ქიმიური რეაქციის ტოლობა, რკინის ურთიერთქმედება გოგირდთან
მიიღება რეაქციის შედეგად რკინა 2-ის სულფიდი. და გვეუბნებიან, რომ რკინა გვაქვს 11.2 გრამი და გვეკითხებიან რეაქციაში შესული გოგირდის მასას. აი ეს არის ჩვენი პირობა. ისევ და ისევ უნდა დავიწყოთ რითი. მოცემული გვაქვს 11.2 გრამი რკინა, ანუ რკინის მასა და უნდა გადავიყვანოთ ეს მასა მოლებში, ვინაიდან რეაგენტებს შორის მოლური თანაფარდობა გვაქვს მხოლოდ ქიმიური რეაქციის ტოლობაში, ამიტომ სამოძრაო ერთეული, ერთი ნივთიერებიდან მეორეზე გადასასვლელი ერთეული ეს არის მოლი. დავიწყოთ, ესე იგი M რკინის არის 11.2 გრამი. აქ იცით შეგვიძლია დავწეროთ გეგმა, ანუ რას ვაკეთებთ. ანუ 11.2 გრამი რკინა უნდა გადავიყვანოთ პირველ რიგში მოლებში, ანუ მოლი რკინა. ამის შემდეგ რკინის მოლებიდან გადავდივართ გოგირდის მოლებზე. მოლი გოგირდი და შემდეგ გადავდივართ გრამი გოგირდი. ანუ 3 ის არის გვაქვს, ესე იგი 3 მოქმედება გვაქვს შესასრულებელი. პირველ მოქმედებას ვასრულებთ. დავწეროთ 1, 2 და 3. პირველი მოქმედებისთვის, ესე იგი მასა გვაქვს მოცემული და გვეკითხებიან მოლებს. ეს არის M მასა შეფარდებული მოლურ მასასთან და პერიოდულ ტაბულას მოიშველიებთ. 11.2 გრამი არის მრიცხველში იწერება და რკინის ფარდობითი ატომური მასა 56, ესე იგი მოლური მასა იქნება 56 გრამ მოლი. გრამები შეიკვეცა 11.2 რომ გავყოთ 56-ზე, გამოდის 0.2 მოლი რკინა. ანუ შევხედოთ ჩვენ სქემას, პირველი მოქმედება შესრულებულია. გადავდივართ მეორე მოქმედებაზე. მოლებს შორის თანაფარდობა. რეაქციის ტოლობის მიხედვით 1 მოლი რკინა რეაქციაში შედის 1 მოლ გოგირდთან, ვინაიდან წინ კოეფიციენტები არ წერია, იგულისხმება თითო მოლი აღნიშნული რეაგენტების. მაშასადამე, რამდენი მოლიც არის რკინა, იმდენი მოლი არის გოგირდი. ესე იგი, მეორე მოქმედება, ეს გამოვყოთ. რამდენი გვაქვს რკინა 0.2 მოლი. ამდენივე გვექნება, ესე იგი, გოგირდიც. მოლი გოგირდი. და მესამე საფეხური დაგვრჩა შესასრულებელი. გოგირდის მოლების რაოდენობა გადავიყვანოთ გრამებში. ეს არის პირველი მოქმედების შებრუნებული. აქ გრამი გადავიყვანეთ მოლში, აქ პირიქით გვჭირდება მოლი უნდა გადავიყვანოთ გრამში. ფორმულა ბუნებრივია იგივე უნდა გამოვიყენოთ ოღონდ უკვე გოგირდის შემთხვევაში. ესე იგი ნიუ უდრის M პატარა შეფარდებული M დიდთან და აქ უკვე გვეკითხებიან მასას. M გოგირდის ეს არის მოლების რაოდენობა 0.2 მოლი. გამრავლებული გოგირდის მოლური მასა ეს არის მისი ფარდობითი ატომური მასა ტაბულიდან 32 გრამ მოლი და ერთეულების შეკვეცის შედეგად ვღებულობთ 0.2 გამრავლებული 32-ზე გამოგვივიდა 6.4 გრამი გოგირდი. ესე იგი, საბოლოოდ ამოცანის პასუხი არის შემდეგი, რომ 11.2 გრამი რკინა უნდა შევიდეს რეაქციაში 6.4 გრამ გოგირდთან. ამოცანის ამოხსნა დავასრულეთ და მოდით ახლა შევაჯამოთ რაზე ვისაუბრეთ ჩვენ ამ გაკვეთილზე. გაკვეთილის თემა იყო ქიმიური რეაქცია, როგორც ახალი ნივთიერების წარმოქმნის საშუალება. ჩვენ კიდევ ერთ გაკვეთილს დავუთმობთ ამ თემას და აქ ვისაუბრეთ ქიმიური რეაქციის ნიშნებზე, ჩამოვწერეთ ქიმიური რეაქციის ნიშნები დაფაზე და ჩავატარეთ ცდა, რომელშიც ჩანდა ამ რეაქციის ნიშნებიდან ერთ-ერთი კერძოდ ფერის ცვლილება. მომდევნო გაკვეთილი დაეთმობა კვლავ, როგორც უკვე გითხარით, ამ თემის გაგრძელებას. იქ უკვე ვისაუბრეთ ქიმიური რეაქციის სხვა ნიშანზე. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.